Am წუთებში ბათუმის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვისხე უნდა განაცდეს. ქეთი ჭყონიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ კადრებს. უკვე განაცდა ნაძვისხე. ქეთი თუ გესმის ჩვენი, შეგიძლია გვიანბო რა ხდება მანდ უფრო დეტალურად. ნაძვისხე უკვე აინთო, აქ შეკრებილია საზოგადოების წევრები. მთავარი ნაძვისხე ზუსტად ამ წუთებში აინთო, იგი დაახლოებით 30 მეტრიანია. თქვენ ახლა კადრში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ევროპის მოედანზე. როგორც უკვე ხედავთ, საახალწლო განწყობა ევროპის მოედანზე იგრძნობა. ჩვენთან ერთად ჩვენს პირდაპირ ეთერში სტუმარი გვყავს, ეს არის ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. ბატონო გიორგი, როგორია განწყობა, შეგიძლია ვთქვათ? დავით, განწყობა როგორც ყოველთვის წესით და რიგით უნდა გქონდეს კარგი, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის. ახალი სიახლეები იქნება, ბევრი რამ კარგი იქნება. ამიტომ ყველა მაქსიმალურად მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ამ წელს მოყვა, ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ, ბევრი რამ გასაკეთებელი გვაქვს, ამიტომ მე იმედით და ხალისით ვუყურებ მაინც მომდევნო წელს, უფრო იმედის თვალით, იქნება სიკეთის მომტანი, იქნება სიხარულის მომტანი და იმედია ყველა ჩვენთაგანისათვის, სრულიად საქართველოსათვის, ყველა ბათუმელისათვის განსაკუთრებით, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის და ბედნიერების მომტანი მომდევნო ახალი წელი. რაც შეეხება ღონისძიებებს, ღონისძიებები ფაქტიურად დღეიდან უკვე დაიწყება. და შობის ჩათვლით სადღესასწაულო საახალწლო საშობაო ღონისძიებები იქნება სხვადასხვა სახის მოქმედებები, ეს იქნება ფოლკლორული ანსამბლები, ეს იქნება თანამედროვე ჯაზ ბენდები, ეს იქნება მომღერლები, ეს იქნებიან ჩვენი შემსრულებლები, ეს იქნებიან სტუმრები, ასე რომ ჩემის აზრით კომისიამ იმუშავა კარგად ამ საახალწლო ღონისძიებებს და საშობაოზე და ამიტომ ვთვლით, რომ ეს ყველაფერი ბათუმლებისთვის შეიძლება ძალიანაც პომპეზური არ იყოს, მაგრამ ვთვლით, რომ განწყობა მაინც საახალწლო იქნება, როგორც ყოველთვის და მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს. ბატონო გიორგი, რა იქნება განსხვავებული წინა წლისგან? რა ელოდება ბათუმელებს და არა მარტო ღონისძიებები იქნება ახალი, თუ არ ჩავთვლით თქვათ იმ მომღერლებს, რომლებიც შეასრულებენ გარკვეულ პროგრამებს, არ იქნება ორიენტირებული ეს უცხოურ შემსრულებლებზე წელს, მთლიანად თავიდან ბოლომდე ჩვენი რესურსით ვიმოქმედებთ, იქნება ქართული ესტრადა, იქნება შემსრულებლები ახალიც და ძველიც და რაც თავარია, შესაძლებლობა მე ვთვლი უნდა მიეცეს ჩვენ შემსრულებლებს გამოვიდნენ ახალგაზრდები, აჩვენონ თავის შემოქმედება, გააცნონ ის ქალაქს, რომ ოდესღაც დაიწყონ ეს ყველაფერი. ეს არის ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და შანსი საახალწლო და საშობაო ღონისძიებები და ვნახოთ შეფასებით მერე შევაფასოთ როგორი იქნება ეს ღონისძიებები. დიდი მადლობა. ვილოცავთ ყველას დამდეგშობა ახალ წელს და რა ვიცი წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. მე შეგახსენებ ჩვენი ეთერის სტუმარი ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი იყო. მე შეგახსენებთ რომ ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიება გრძელდება, იგი დაახლოებით 7 საათისთვის დაიწყო. აქ ნამდვილად იგრძნობა საახალწლო განწყობა. ღონისძიებები დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ნინო?